გაფრთხილებული ვარ ჩვენიც და იმედს მაძლევ ძალას მაძლევ ძალიან დიდი მადლობა. ეს არის გამარჯობა. აუ, კარგით რა. დიდი არაფერია. უფრო ფასე ეს მინდა ჩემგან. ვა, რა მაგარია. შენ ხარ ჩემთვის ეს. როიცოდე. მინდა რომ გიცნობდე, ერთი სამახსოვრო ფოტო მინდა ჩემთვის პირადად. კი. სადმე მინდა დაგამატო, რომ Facebook-ზე თუ გინდა. გადავნო თვალყური, იმიტომ რომ ეგეთი ხალხი მჭირდება ჩემს შვილებს მინდა ქონდეს მაგალითი რა არის ადამიანობა. აუ, ძალიან დიდი მადლობა, ეს ძალიან გამიხარ და ორივე ფხისტყაოსანი მაქვს უკვე ამ რაც აქ დავჭეკი მას მე. იმიტომ რომ ეგ ხარ. მართლა. შეყრათ არიელისა და ავთანდილისა აქ სპეციალურად ჩანიშნე? რა სიტუაციაში დააკავეს? უბრალოდ იდგა, აქციაზე იდგა, არაფერს აშავებდა, ვიდეოც გვაქვს და თუ გინდათ განახებ და დაავლეს ხელი და დაიჭირეს. და ის აქ არის ხო იზოლატორში? გამძლეობა მოხდეთ შულობლეს. განახოთ გნებავთ? კი, მაჩვენე. აი სპეციალურად მოდის ეს კაცი. ეს არის ზვიად ხუჭუჭა. აი. არც იგინება. გამარჯობა. უკაცრავად, რამდენიმე გვარი უნდა ჩამოვთვალო და არის ჩვენთან არ არის ადმინისტრაციული დაკავებულება, ვიცი გასაგებია. ანუ სხვებმაც დარეკეს, ხო? კარგი. ხო, როდესაც დაეკავეთ, სისხლია ჩვენი და არა ადმინისტრაციული. გასაგებია, კარგი. ქონდა სერია ილუსტრაციების, სადაც ისტორიულ პერსონაჟებს ხატავდი ცოტა თანამედროვე ფორმებში რა. რომ აი მაგალითად ჩემი დიშვილი სასაკის 13-14-10 წლის ბავშვების ინტერესი გამეჩინა რა და ეხა კიდევ აგრძელებ მაგ პროცესს და აღმოვაჩინე რომ იმდენი ძალიან მაგარი ისტორია გვაქვს რომელიც არ ვიცი ვისი ძალისხმევით ალბათ კომუნისტური რეჟიმის ძალისხმევით გაქრობის პირას არის რომ მენანება ძალიან რომ არ ვილაპარაკო მაგაზე რა და რომ აღმოვაჩენ რაღაც საინტერესო ისტორიას, მე ვხატავ იმ პერსონაჟს, ყვები, რაღაც ჩემი გვერდი მაქვს. და მან ყვები მაგაზე, მაგალითად აღმოვაჩინე, რომ ძალიან უცნაურია, ცოტა არ მჯერა, რომ ანუ მე მომიწია მაგის დაწერა რა, პირველად, რომ ანეტა ჩოლოყაშვილი, ქაქუცას ბიძაშვილი იყო პირველი ქართველი ქალი, რომელიც შეეწირა კომუნისტების რეპრესიებს. ანუ პირველი ქალი იყო, რომელიც დახვრიტეს საქართველოში რა და მე გაიხსნა უკვე ქალების პრიალობები და გადასახლებები. აი ანეტა. ესეც წარმოსახვით დახატული, იმიტომ რომ ანეტას ფოტოც არ გვაქვს. აი მე შენიდაც აქ არის რო ამბობენ, რა ვიცი, ხა მე საერთოდ სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება რომ ასეთ რაღაცაში და არა მარტო ასეთში, საერთოდ დავტოვო მარტო და რაღაცა მე ჩემს საქმე გავაგრძელო. ანუ აი არ ვიცი ხა. მე ეს მგონია რომ ბუნებრივი ნორმალური რეაქცია არის რა. მე ვინახავდი შავი დღისთვის. და დათო მე მოდიოდა ჩემთან და თავის სნიკერს მიყვებდა. აი მართლა მუდმივად მაგას აკეთებდა და მაგრამ ეხა მე მაგალითად ცოტა ხანში ჩემსას მივადგებოდით რა, მაგრამ ყველა ჯერზე ხდებოდა ისე რომ მე მაინც უფრო ვინახავდი და დათო მიყვებდა მე თავისას. ხო და ძალიან ისე სიამტკბილობაში გავიზარდეთ მოკლედ რა. თავიდანვე ეგრე მოვდივართ. დათოსთან არიან? ვაიმე ეს ხალხი გამარჯობა შეიძლება რომ გადავიდე ათვით გამბოდი და კექი აჰა შვენიერი სალომე შენ და კი
არ წოდი? შენც კი მოხვედი აგერ. მე ვიცოდი რომ შეკოცი იყავი. როგორ ეხლა არა შეკოცი არ ხარ? მე მეგონა რომ იმათ ხარეს იყავი. გამანედე თავი. არც ერთი არავის არასდროს არ გაუკეთებია ჩემთვის. ეხლა თუ კიდე ისე სტალინი აღარ შემმა ხელმა თუ არ გამომკვება. არავინ არასდროს არ გააკეთებს. მეფეს დროი და როდის იყო სამართლიანობა მე არ ვიცი ახლა მეფეს დროს როგორ იყო ამ დროში ვცხოვრობდა არა არ ვიცი ახლა მაგ დროს როგორ იყო ვერ გეტყვი მაგრამ ეხლა ძალიან განუკითხაობა არის რა ან ის უნდა ვილაპარაკო რაც იმათ უნდა და ან თუ რამე სხვას ვიტყვი ნებისმიერ წამ შეიძლება ნებისმიერ მიზეზით დამაკავონ და ნების სასამართლოს რა ხდებოდა იცი ცირკი ჩვეულებრივი სრულმოწმეები ეს მოსამართლე რაღაცა სადღაც გასული სხვა განზომილებაში კიდე ვიდეო გვაქვს ვიდეო სადაც ყველაფერი ჩანს საერთოდ რას აკეთებს როგორ აკავენ ვინ აკავებს ვაფშე სხვა ტიპი მოვიდა მე დავაკავეო აქ ჩავდე ვიდეო რამე ხوار მეშვენება მეცკე ეს სხვა არის იგინებოდაო ვიდეოში ხმას არ იღებს ანუ ყველაფერი უკუღმა აჩვენეს მოსამართლეს შენც არ მომიკვდე, ვაფშე არ გაითვალისწინე. 10 დღიანი. თან ადმინისტრაციულით რო იჭერ, კაც და 10 დღიანს უშჯი. თან არაფრის გამო ჯარიმა მაინც დაეწერა. მოყვა ეტაპს. ზაჰესის იზოლატორთან დაპატიმრებული მეგობრის სოლიდარობის და პროტესტის ნიშნად ღამეს ათენებს დავით სიმონია. მისი მეგობარი ზვიად რობაქიძე, რომელიც რესტორან ბაბილოსთან მოსამართლეების კორპორაციულ შეკრებას აპროტესტებდა, საკოლონო სადამართლოს მოსამართლემ ლელა მილდენბერგმა 10 დღიანი პატიმრობის გავშვა ციხეში. აბრარო ნახე რომ მეგობარი ციხეში და მეგარეთო, ან ზუსტად იგივე განცდა, მაგრამ საერთოდ არ უცნობა არც ეს საერთოდ. არ შენ გიცნობდი, მაგრამ ეგ არის რომ ერთი იდეა გვაქვს თუ რაც არის ერთი რაღაც ერთომში ვართ ერთომში ყველა ვარიანტში დედით ვართ გადარჩენილები თუ რაღაცით რომ ჩვენ არ ჯერჯერობით სულ რომ ეხა შენს თავზე არ ღელავდე და ნუ ფიქრობდე რომ არა მე არასდროს არ შემეხება ხო შეიძლება ფიქრობდეს ვიღაცა მაგრამ აი ეხა შენს ნაცნობს მეგობარს ნათესავს ვიღაცის მეზობელს რო ეხება, ეგ ხო ოდნავ მაინც უნდა გაწუხებდეს რა. ეგ ხო ძალიან საბაზისო ადამიანური თვისება. ან თუ ეგ არ გაწუხებს, აი მაგალითად გონია, მე ხა მაგალითად ზვიადის და ჩემ საერთო მეგობრებს, რომლებიც ხა კოცზე უფრო კოცები არიან, პაპზე უფრო პაპები, არც მოუკითხიათ რა შვება როგორ არის ხო კარგად არის ხო არც სემეს ან რამე. და მაგას ეგ რა არის, იცი? უკვე პოლიტიკის ამბავი კი არ არის რა, უკვე მეგობრობაში ჭრები და ადამიანობაში და კაცობაში და რა ვიცი, ანუ უბრალოდ ზნეობაში. ამერე რო დაგიბრუნო ესენი? ხოლა. ბარი მანქანაში, ეს ხუთხელებია ახლა. შაქარია ყავასი რა. შაქარი არ გინდა მინო. არ გინდა. დავიმახსოვრო. პირველი დღე რო სტაბეცნებას მოვახდენები ალბათ მოსამართლეზე. რა მომი. და ნაც ძალიან რიგი ხოიცაბა. რა აი რა ქვია სიტყვაში რომ ჯდები სახე მეწვის მე და მართლა გეგონება რომ სიცხეა და მე გამიგდეს ხვები ხო კიდე ჭიდაობა გადაკეთვაზე წვიმს იქეთოთ ბევრი ხალხია არა
ანუ იმდენი არა რომ პოლიცია გაჩუმდეს და გადააკეთოს გზა. ხალხს. ნახე რა დღეს შეარიან პოლიციელები ეგეთ დღეს შეაროს ყოფილა. ეგ დღეს ხდება? ხო, ეხლა იჭერენ? არა, ხელს უშლიან გადაადგილებაში და გადაკეთვაში გზის ბოლომდე. ცალმე შენ ის ამბავი იცი? მარი რო შევიდა აქ ისაღებში და ელაპარაკა ბიჭებს და რაღაცა დათო შემოვიდესო გათხრესო ესაო და არა ვარ წინააღმდეგ უბრალოდ დროშა რომ მოიხსნასო და ის გამახსენდა სასამართლოზეც რომ მოახსნებინეს ეს მგოგოს დროშა ხო აქციების დროსაც რო მეტროში ახსნებინებდნენ ხალხს და მოიჭერდნენ და მე მგონი მის სიმბოლოდ გადაიქცა პროტესტის და მაგიტომ არა რა ვუყოთ ახლა პროტესტის სიმბოლოა სახელმწიფოს დროშა ხო ნუ როგორც ჩანს ანუ როგორ შეიძლება მაგის გამო დროშა მოახსნევინო რომ პროტესტის მონაწილესაც უკეთია ესე იგი პირველ რიგში პროტესტის დროშაა და მეორე საქართველოსი არა მაგათთვის პირველ რიგში არის ძალაუფლების შენარჩუნება ვიდრე სახელმწიფოებრიობა ანუ ეგ გმირობები რა არის ხო? რაც გააქვს ერთადერთი, რაც გაგაჩნია შენი სხეული და შენი თავი, მაგის მეშვეობით რაღაცა აქტს ჩადიხარ. ან წირავ რა და მაგ დროს არც ადამიანთა უფლებების რაღაცა კონვენციები იყო, შეიძლება სასამართლოც ესე არ იყო. ანუ მაგ დროს ცოტა შედარებით ველური პირობები იყო და ადამიანები იმით იბრძოდნენ, რაც გააჩნდათ რა სხეულებით და წარმოიდგინე რამდენად დამჭკნელი არის მის გააზრება რომ დღეს 2025 წელს როცა ხალხი მარსის კოლონიზებას ფიქრობს ჩვენ საქართველოში საკუთარი სხეულებით გვიწევს ბრძოლა რა ანუ მე მეტი რესურსი არ მაქვს გარდა იმისა რომ ავდგე და ეგ გავაქვავო ჩემი სხეული რა იმიტომ რომ ვერც ერთ ინსტანციაში რომელსაც ჩემი მეგობრის უსამართლობა უნდა დაეცვა სამართალი ვეღარ ვიპოვეთ აი ვერც ერთ ინსტანციაში აბსოლუტურად რა ხალხი რა მიშას გამარჯობა როგორ ახარ შენ ყველგან დადიხარ რა ქთენს აი მე რა საყვარელი როგორ ხართ სასამართლოსთან ჰაუ მიუსაჯეს ხო საბოლოოა ის მოაშორეს რა ჯგუფური და დატოვეს ესება ეს ერთ-ერთი პრობლემები მაყოფილები იყვნენ რომ აი იმდენად შეშინებულები იყვნენ რომ წლიანზე გაუჩერდნენ და რაღაცა რომ ხო და ვერ ხვდები გამიხარდეს თუ არა არ გამიხარდეს ხო არ გეშინია მა ხო არ გეშინია შენ ქარის ბიჭო ქარის გეშინია გეშინია ქარის არა Qoicha, magari ხარ. ავედი ხა კეთო. გინდა? მე და კეთი დავდვართ მორიგეობის მე და ჩემი ცოლი ხან მე დული ბავს ხან ეგ და იმ დღეს იყო კეთის ისა დღე და როცა კეთი მედის ზვიად ცდილობს რომ მაგ დღეს წავიდეს რომ მე მშვიდად ვიყო რა და თუ რამე და მიხედოს ხო და წაიყვანა მოაკითხა მანქანით და არო დავინახე რომ ეგ დარბევა დაიწყო მივწერე რომ ძალიან გადითქო რა ანუ რამე შარში არ გაიხვეთქო და რო აღარ დამსინა დავეჭდი რომ მეთქი რაღაცა ხდება მე კეთს დაურეკე სად არის თქო არ ვიცი ვერ ხედავო და всё მეთქი რაღაცა ხდება გამკრა გულში მე რო სკროლავდი Facebook-ს რომ რამე მეპავა ლაივები და ისინი ნახე ეგ მაუწყებლის ვიდეო დგას ესე ზვიადი იყურება რაღაც ალყაში ვიყო რაღაც ალყასავით იყო რა ალყაში იყო მოქცეული პოლიციელებისგან შორიდან მოდის ესე პოლიციელი შავებში ჩაცმული
ზუსტად ზვიადთან, ანუ იცის რომ ზვიადი უნდა დაიჭიროს რა, კიდებს ხელს და იჭერს, მაგრამ ჟურნალისტი წაიქცა მე გაითიშა ის ლავიანები როგორ ჩატანეს მანქანაში, ეგ უკვე აღარ არის მაგის ვიდეო კადრები, მაგრამ ფოტოები არის, ხო? მე ყველაზე მეტად იმაზე ვინერვული რომ სათვალე არ ეკეთა. და მეთქი რომ დაბრმავდა ხა რას დაინახავს ეს. ეს ოქმი რო დააწერინეს, თუ ვერ წაიკითხავ და რა ოქმს მოაწერა, ხელი მაგაზეც ვინერვიულე რა, ჩვენო გვაქვს გამოცდილება. არ მოაწერდა. წინასწარი დაკავების იზოლატორებში მოთავსებულებს დილიდან ხვდებიან ადვოკატები. ინტერესების დამცველები პოლიციას არასათანადო მოხრობაში ადანაშაულებენ და ძალის გადამეტებაზე მიუთითებენ. დედა საწვალე? რატომ მაწვალე? საჭმელს ჭამ? მე რო არ ვარ სახში გიყვირს? იცი, სადაც არის მამა. ჩემზე გაბრაზებული ხარ? მართლა მითხარი. მართლა? რატო? რატო? მომიყავი აბა? რატო ხარ გაბრაზებული? მომიყავი? ეს ძალიან ესე გულს მიხედქავენ მთელი ღამის განმავლობაში. ძალიან მეშინია რომ ჩემს თვალწინ არ დაეტაკოს რომელიმე მანქანა. მოდი ჩემთან. ამას რა ვუყავ ეს ვეტერინართან უნდა მივიყვანო მე. სხვა გზა არ არის. თორე ძალიან ცუდად დააქვს ფეხი. ესე მეგობარი ბევრი ყავს? არა და ეგ არის ჩემი გაუწყვილება. ზვიადი ნუ ის არის ხა. ზვიადი მეგობარი კი არა და უკვე ოჯახის წევრივით არის რა, ძმები ვითვართ და ეგეთი სხვა არც მყავს მეტი ეგეთი მეგობარი. აი ხა რეალურად რა ეს ტენდენცია რო გაგრძელდეს რა, მაგალითად ესეთი კორუმპირებული ადამიანები, ყოფილი ჩინოვნიკი იქნება თუ მოქმედი ჩინოვნიკი თუ მათთან დაკავშირებული ხალხი, რას აკეთებს რომ ყველაზე კარგი ადგილები რაც გვაქვს, აი ბუნება ხო, რაც ეს ჩანჩქერები, კანიონები, დაცული ტერიტორიები ხო, რაც გვაქვს, ტყეები. გამოდის რომ ესე იგი ამას ესე უცებ აიღებენ, შემოღობავენ, დაადებენ გარკვეულ საფასურს და გამოდის რომ მე ამ ქვეყნის ჩვეულებრივ მოქალაქემ რომელიც არც ისე დიდარი არა ვარ ეხა რაღაც მართლა ძლივს წელებზე ფეხს ვიდგამთ ხოლმე ადამიანები რომ რაღაც საჭმელი ვჭამოთ ნორმალურად ხო ზოგს ისიც არა აქვს და გამოდის რომ შენივე ბუნებით სარგებლობაში და რომ უბრალოდ დატკვე და მდინარეში შეხვიდე ტყეში შეხვიდე ფული უნდა გადაგახტევინოს და ეხა რა მართლა მთელი საქართველო რომ ესე შემოღობონ ჯერ ერთი რა გაზღვევს მაქედან და მე ეხა რამდენად ეს რამეში ჯდება რომ არც მეკითხები ამას რო აკეთებ. მე რომ მეკითხებს დაგისვამ, მეუბნები რომ არა, შენი განვითარებისთვის მინდაო. სად არის მანდ ჩემი განვითარება? მაგას ვერ მანახებ, ვერ მისაბუთებ, რაში არის ეს ჩემთვის კარგი, ხო? აი ზონზე შავი. და ეს კაცი დიდი.
და დაგვინახავს ესე აკეთებს. და გადის. ეგ ხო არ იყო წარა. ესე გააკეთე და ერთი ხელით აკეთებდა. ერთი და ორი, ეს გინების ეს არის. თქვენ ნაციონად, თქვენ ამ მოწყდით. მე ჩათვალე რომ ვაითქვეს პატრონს შეგვეძახდა. ხანო. ანუ დღეს სამჯერ აკეთეს არ ეძახდა. ოღონდ რა იცის ვინ ვარ რატო გავარ? იქნებ მათხოვარია. სამართლიანობის მათხოვარი ხარ. რომელი საათია ნახე? პირველ ჩემთვის და ფეხებზე ხა ეს. ახლა ხო ჩაჭრები ცოტა ხოლმე. თან მოქშიებია და არა რაღაცა ისე ვარ რომ ველოდები ხა არ მომწონს ეგ რა შფოთავ. ჩვენ როგორი 10 დღე გქონდათ? მე ყველაზე უცნაური და არასტანდარტული 10 დღე მქონდა, რაც კი ცხოვრებაში მქონია თავგადასავლები მაგათთან შედარებით. ჩვენ ადგას არავინ არ გაქვს. ინტერვიუ არ გინდათ, მაგრამ მაინც ვინდა კითხოთ, როგორი 10 დღე გქონდათ. მაშინ როცა თქვენი მეგობარი გარედგებოდათ. დათოს რას ეთქვით? დათო არის საუკეთესო მეგობარი და საუკეთესო ადამიანი ზოგადად ესე ვიტყოდი. გაზაფხულს მოაქვს სინათლე. დიდდება ხალხის მდინარე. დიდდება. მაგარია, ძალიან მაგარია. ვსო, მე მგონი ახალი ფავორიტი. მოიცა თავიდან გაზაფხულს მოაქვს. ეს დოკუმენტური ფილმია დაიკიდე. ანუ ვითომ არა. მოიცა თავიდან მითხარი გაზაფხულს მოაქვს სინათლე, დიდდება ხალხის აუ საუკეთესო. თან აი ცოტა პოეტური რო არის მე ძალიან. იმიტომ არ გავჩერდები, რომ მეგუნება ჩემი თანამებრძოლები ციხეში. მე იმიტომ არ გავჩერდები, რომ მეც თავისუფლად შეიძლება ყოფილიყავი ერთ-ერთი მათგანი. არ იქნება სამართალი. სამშაბლოსთვის გვიწყეს გული. სამშაბლოსთვის გვიწყეს გული. ხალხის ნები ხმას ვაჟღერებთ ხალხის ნები კიდევ უფრო ხმამაღლა ერთმანეთის მხარდ